ეს და აყაში მოქცეული 17 ადამიანიდან 10 გაეცა. პიროვნება საერთოდ არ ელოდებოდა ტყვიას თუ იყო ისა ტყვია ნასროლი ჩვენ. Ამდენად ის უკვე ვარს აცხადებს, რომ ხელმეორედაც მისი ამპუტაცია ციხის პირობებში მოხდეს. Ამდენად ჩვენ გამოვთქვამთ რა ჩვენ ღმა შეშფოთებას იმის გამო, რომ მისი სიცხე შეიძლება ყოფნა არ ყოფნის კითხვის ქვეშ დადგეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ განთავისუფლდეს ახმედ ჩატაევი ამ უკანონო პატიმრობიდან. რამდენადაც ჩვენ ვიცით, აჰმად ჩატაევი როდესაც ალყაში მოექცა ეს ახალგაზრდები თუ საერთოდ ეს გრუპა ამ დროს იქნა აჰმად ჩატაევის იქ შუამავლობისათვის თბილისიდან ჩაყვანა. მან ყოფილა როგორც გავიგეთ ბაჩო ახალაიას ხრიდან ყოფილა 15 წუთის ვადით დანიშნული დრო, რომ ამ დროში უნდა მოხდარიყო ამათგან გარიგება და რა თქმა უნდა ეს ალბათ ვერ მოესწრო ამ 15 წუთში და ამის როგორც გავიგეთ იარაღის სროლის ხმის შემდეგ სნაიპერის ტყვია მოხდა ბიჭებიდან პასუხის მოლოდინში მჯდარ დაბლა მჯდარ აჰმად ჩატაევს და ასევე თქვენთვის გასაგებია მე მგონი რომ ლიკვიდირება მოხდა 7 პიროვნების კიდე იქ